სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას პარლამენტს და სახელმწიფო უწყებებს სტიქიით დაზარალებულთა უფლებების შესახებ რეკომენდაციებითაც მიმართავს. უჩან ანუაშვილის განცხადებით აუცილებელია, რომ ეკომიგრანტების სამართლებრივი სტატუსი საკანონმდებლო დონეზე იყოს განსაზღვრული და მათ ისეთივე ფინანსური დახმარება მიიღონ, როგორც იძულებით გადაადგილებულმა სხვა პირებმა. დევნილთა სამინისტრო სახალხო დამცველის რეკომენდაციებს იზიარებს, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა უწყებაში უკვე დაწყებულია. გადაწყვეტილება მარიოჩი გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ეკომიგრანტები უნდა ღებულობდნენ ისეთივე დახმარება სახელმწიფოსგან, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში წლების განმავლობაში ასრულდებოდა. ამიტომაც არის საჭირო იგივე ცვლილებების შეთანხმების კანონმდებლობაში. მისი რეკომენდაციაც არის ჩვენს ანგარიშში. გარდა ამისა არის საჭირო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ისათვის რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს ბაზაში აღრიცხულია 37,000-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური მოვლენების შედეგად და მათი მდგომარეობა არანაირად სამართლებრივად არ არის განსაზღვრული და გამოიკვეთოს დეფინიცია თუ არის ეკომიგრანტი, ვის შედიან ამ კატეგორიაში და შემდეგ რა დახმარება უნდა გაეწიოს მათ.